გამარჯობა, მე ვარ თინათინ გოგოჩაშვილი, YouTube არხი კიბენი, გთავაზობ გადაცემას პოლისემია. პოლისემია ეძღვნება ლიტერატურას და ლიტერატურულ ინტერპრეტაციებს. რას წარმოადგენს ჩვენი რელიგია? ის არის უთუოდ კარგი და მშვენიერი, ოღონდაც აქვს ერთი ნაკლი. მას არ შეუძლია ადამიანი დატოვოს როგორც აქტიური არსება და პირიქით უბიძგებს პასიურობისაკენ, მოთმინებისაკენ და თავმდაბლობისაკენ. დაახლოებით ესეთია პერიფრაზი გვიანი შუა საუკუნეების ალბათ უფრო რენესანსის დასაწყისის პერიოდის მოაზროვნის ნიკოლო მაკიაველისა, რომლის ასე ვთქვათ ნაზრევი შემდეგ დაედო საფუძვლად სხვა არაერთ ასე ვთქვათ მოძღვრებას და ჩამოყალიბდა როგორც მაკიაველიზმი. დღევანდელ დიალოგში მონაწილეობთ მე თინათინ გოგოჩაშვილი და პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე. გამარჯობა გიორგი. ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ თუ რას ნიშნავს ეს მოძღვრება მაკიაველიზმი როგორც ასეთი და რა მიმართებაშია ის ქრისტიანობასთან. აი რას იტყოდი ამაზე თავიდან რომ ჩამოვაყალიბოთ თავისთავად რას ნიშნავს ეს მოძღვრება და ვინ არის თავისთავად ავტორი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ისე ვთქვათ, საინტერესო შეიძლება მას შემდეგ რა ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე რა გამგვეხილა. უფრო მეტი ასე ვთქვათ დრო წაიღო ამაზე ფიქრმა და შესაბამისად სულ უფრო საინტერესო გახდა ეს თემა, ასე ვთქვათ, ჩემთვის და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ალბათ კიდე უფრო შეიძლება რომ აქ გააღრმავო შენი ფიქრი და მიმართულება და ამ კარგი ესე ვთქვათ იმპულსი გამოდგა. მოკლედ რაც შეეხება მაკიაველის და მაკიაველიზმს, არის ასეთი მოსაზრებაც, რომ მაკიაველიზმი ბოლომდე არ იმეორებს, ასე ვთქვათ, და მეტი შეიძლება სადღაც ცილდება კიდე მაკიაველის მოსაზრებებს. რომ მაკიაველიზმი უფრო ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში ძალიან ცივ, ასე ვთქვათ, ძალიან რაციონალისტურ გაგებად და ასე ვთქვათ, უხეშად და ზოგ შემთხვევაში ამორალურადაც კი, ის რაღაცა დროთა განმავლობაში ასეთად ყალიბდება, თუმცა მაკიაველი არ არის ასეთი, როგორც მისი, ასე ვთქვათ, კვლევრები მიიჩნევენ. და ამაკაკამდე ცოტა მივიდეთ, ძალიან უთხრათ ჩვენს მსმენელს თუ ვინ არის ის, ეს არის მე-14-მე-16 საუკუნეების მიჯნის მოღვაწე, მათ შორის სახელმწიფო მოღვაწე, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი ფლორენციაში, იმპერიის ფლორენციაში, შემდეგ რა თქმა უნდა განდევნილი ამ პროცესიდან, სახელმწიფო სამსახურიდან, ეს არის პერიოდი, მცირე ხნის პერიოდი, სადღაც 14 წლიანი პერიოდი, როდესაც ის ფლორენციის ხელისუფლებაშია, ასე ვთქვათ, შეიძლება ამბობენ რომ მეორე პირიც კი იყო ამ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ის საქმის მდივანი იყო და საქმის მცოდნე, ასე ვთქვათ. ეს არის პერიოდი, როდესაც მედიჩებს ჩამოერთვა ხელისუფლება, ყარდება რაღაც გარკვეული რესპუბლიკა, გარკვეული რესპუბლიკა და შემდეგ მედიჩები იფუნებენ ძალაუფლებას და მაკიაველის ისე როგორც რესპუბლიკის მთავართ განდევნიან ხელისუფლებიდან და მათ შორის მაკიაველის ეკრძალება ფლორენციაში შესვლა, ის საერთოდ არის ჩამოშორებული, ასე ვთქვათ, ფლორენციას და ეს განსაკუთრებულ ტრაგედიად იქცევა მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ის ამბობს არაერთ გზის, ზოგადად იტალიის პატრიოტია, მაგრამ ფლორენციის განსაკუთრებით და ამ პატრიოტიზმში ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, სურვილში, რომ თავის სამშობლოს ემსახუროს, ის მოდი ასე გავაკეთოთ, თარგმნის საკუთარსვე ნამუშევარს, იმიტომ რომ ის იწყებს სხვა ნამუშევარზე მუშაობას ამ განდევნაში. ტიტუს ლივიუსის შესახებ კომენტარების წერას იწყებს, რომელიც პრინციპში შემდეგ აი ამ შედარებით უფრო მცირე ტრაქტატში მთავარში ითარგმნება მის მიერვე და მიუძღვის აი ამ სწორედ ლორენცო მედიჩის, რომელიც უკვე ხდება ფლორენციის ხელისუფალი, ხო? და რა ასაკეთებს, ასე ვთქვათ, მაკიაველი ამ თავისი ტრაქტატით და რატოა აღსანიშნავი, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ იმას ხშირად თავად ვთარგმნით, იყო თუ არ ვწდები ასეთი ფორმაც, რომ ხელმწიფედაც ითარგმნება და ესე იგი
რას აკეთებს ამით ყველაფრით, რატო ხდება ის ესე ყურადღების მისაქცე, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ვიცით, რომ პოლიტიკის, ასე თქვა, თეორეტიკოსებს შორის ძირითადად ყალიბდება იდეალური მთავრის სურათი. როგორ უნდა იყოს იდეალური მთავარი, როგორ უნდა მართავდეს ქვენი, ასე ვთქვათ, მოწყალე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ მთავარი, რომელიც უნდა განსახიერებდეს სიკეთეს და სიკეთის დანერგვას უნდა უწყობდეს ხელს. მაკიაველი არ ეს თავში რომ ვთქვათ, არ ეწინააღმდეგება ამ იდეას. ანუ ზოგადად ის არ შეიძლება დავინახოთ ასე, რომ სიკეთისა და ბოროტების, ასე ვთქვათ, ჭიდილში, როგორც ხშირად ვთქვათ ხოლმე, ბოროტების მხარეს იჭერს, მაგრამ მორალისა და ამორალიზმის შემთხვევაში ამორალიზმის მხარეს იჭერს და ასე შემდეგ. თითქოს ასე ჭერს, მაგრამ მაკიაველი აკეთებს ძალიან საინტერესო ამბავს. ის არ აყალიბებს, ასე ვთქვათ, ახალ თეორიას, ახალ იდეას, როგორი უნდა იყოს ხელისუფალი. საერთოდ ამაზე არ საუბრობს, ასე ვთქვათ, პრინციპში შეიძლება ასე ითქვას, რომ ის ამის შესახებ არ საუბრობს, მაგალითად როგორც ახასიათებს, თუნდაც მის შემდგომ პერიოდშიც კი, როდესაც იდეოლოგიები ყალიბდება, ლიბერალიზმის შემდეგ სოციალიზმი და ასე შემდეგ, იქაც იდეალური სურათები იხატება ამა თუ იმ თეორეტიკოსის მიმართ და ისინი აგეუბნებიან, რომ აი ესეთი უნდა იყოს. ანუ მაინც იდეალს ვიხატავენ, მერეც კი მოგვიანებით. ის აღწერს რეალობას. ის აღწერს რეალობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული იმ ეპოქის იტალიაში, იმ ეპოქის ასე ვთქვათ, ქალაქ სახელმწიფოებში და ის ეუბნება მთავარს ამ რეალობაში როგორ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ის არ ეუბნება, რომ შენ ასეთი უნდა იყო და ეს არის ჩემი იდეალი და თავის. არა, პირიქით ის ხშირად ამბობ, მაგალითად, რაც საინტერესო ჩვენთვის, ახლა ჩვენი რელიგიისთვის, ერთ-ერთი ვისაც ის ეთაყვანება მაგრამ როგორც მთავრებს ისტორიიდან არის მოსე. მოსე მოყავს როგორც იდეალი თავრისა. ხო შეიძლება ხე ჩვენ ვთქვათ, რომ არც ამახინჯებს მოსის შესახებ ცოდნას, ანუ ის კი იმას კი არ ამბობს, რომ აი რაღაცა ვთქვათ, თავის წარმოდგენებს კი აგვიზიარებს მოსეს შესახებ. მაგრამ დაეყრდნობა ბიბლიურ თხრობას მოსეს შესახებ და ამბობს, რომ მოსე არის კარგი მთავარი. და იდეალური მთავარია ის. მაგრამ ის შემდეგ ამ თხრობაში ისაგრძელებს ასეთ რამეს, რომ შეუძლია კი მთავარს ყოველთვის კარგად მოიქცეს. და ეს კარგად მოქცევა მას ძალაუფლებას ყარ დააკარგინებს. რაღაცა მომენტში, იმიტომ რომ თელი მისი თხრობა ამის შესახებ არის, რომ ის გარე სამყარო, ასეთია მისი რეალობა. ასეთია მისი რეალობა და შენ თუ ამ რეალობაში პერსონალური, მორალური სიმეებით, რა ქვია მოგეს, კრიტერიუმებით იმსჯერებ და გადაწყვეტ ამას ყველაფერს. შენ დაკარგავ ამ ძალაუფლებას და შენ არამხოლოდ შენ დაკარგავ ამ ძალაუფლებას, შეიძლება ეს პრობლემური გახდეს იმისთვის, რასაც შენ მართო. რაც შენ ჩაბარებული გაქვს როგორც მმართველს ამ შემთხვევაში. თორე თუ ხელისუფლის წინაშე დგას ასეთი არჩევანი, მას შეუძლია კარგად მოქცევა, მაგრამ ის მაინც უდათ იქცევა. ეს მისთვის მიუღებელია. თუ არჩევანი არის უფრო ხშირად მას ესე უფრო გაწარმოაჩენენ, რომ ის არის არჩევანის ის გვესაუბრება იმაზე, რომ არჩევანი უნდა გაკეთოს ცუდსა და უარეს შორის. და ხშირად დგას ხელისუფალი ამგვარი არჩევანის წინაშე. ასე უყურებს ის ამ საკითხს. და ცუდსა და უარეს შორის ის ირჩევს ცუდის გაკეთებას, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ იმის უარესიც არსებობს. და ბევრს საუბრობს შემდეგ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფალი ამ ნაწილთან მიმართებაში. ანუ რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა მიაღწიოს, ვისზე უნდა გააკეთოს გათვლა. მაგალითად, როდესაც ხელისუფალს უწევს აერჩიოს დაეყრდნოს დიდგვაროვნებსა თუ ხალხს, ის ურჩევს ხელისუფალს ხალხს დაეყრდნოს. ხალხისთვის უფრო მისაღები იყოს, ვიდრე დიდგვაროვნთათვის, ვიდრე წარჩინებულთათვის. და ასე შემდეგ, ანუ ესეთი ელემენტები შემოგვს, ოღონდ იმ ეპოქისთვისაც და შეიძლება ითქვას მომდევნო ეპოქისთვისაც კი მაკიაველი იყო აი იდეალური წარმოდგენებისათვის აბსოლუტურად მოწინააღმდეგე. ანუ იმიტომ რომ წარმოდგენები იყო იდეალისტური, რომ ეს რაღაცა ვთქვათ წარჩინებული უნდა ყოფილიყო რაღაცა მორალური ზნეობრივი, ასე ვთქვათ, მაგალითი და ასე შემდეგ, ეს წარმოდგენები იყო. რეალური ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავებული იყო. რეალური ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ამას არავინ არ ასრულებდა, ეს იყო რაღაცა წარმოსახვითი იდეალი, არავინ ამ ცხოვრებით არ ცხოვრობდა რეალურად და ამის კონსტატაციას ახდენს მაკიაველი, რომ ეს არ ხდება. და ამიტომაც აკეთებდა ამას, რომ წარმოადგენდა რეალობას
და შემდეგ უკვე იქიდან ამოდიოდა თავისი მსჯელობისას. კი ბატონო. ასეთია მთავარი და არა ასეთი უნდა იყოს, ხო? მაკიაველი აღწერს იმას, რაც არის, როგორიც არის მთავარი თუ ხელმწიფე და შემდეგ გამოდის აქედან. უკვე მსჯელობას იწყებს უკვე აქედან. კი, და ანუ ეს არ შეიძლება იყოს შუდი პირიქით ეს არის. ხო, რეალურად ის მათ შორის არ საუბრობს იმაზე, რომ ისა რა ქვია მაგას ამ რეალობაში, რომელიც არის მის გარშემო, ის არ საუბრობს, მაგალითად ის ეუბნება მთავარს, რომ არ წაართვა შენს ქვეშევრდომთ არაფერი. არ წაართვა ცოლი შენს ქვეშევრდომს, ხო? ანუ ჩვენ ეს ძალიან ისეთი თემა არის, ხო? ანუ თავრისთვის და ის ეპოქაა, სადაც პირველი ღამის წესი არსებობს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ისეთ და ხამძიმე ხარკი არსებობს თავრისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ისეთი რაღაცეებს უკრძალავს, რაც შეიძლება წნეხად გააცვეს ადამიანებს, ხო? რაც შეიძლება ნორმაც კი იყო უკვე იმ მომენტში, ხო? უბრალოდ ეს ნორმა არ იყო აღიარებული. ან ასე ცხოვრობდა ის ხალხი, რომელზეც მაკიაველი საუბრობს და იმ ცხოვრებაში, იმ უკვე გაუპოღმართებულ ცხოვრებაში ის ეუბნება, როგორ გაიაროს ამ ბეწვის ხიდზე ისე, რომ არც ესე თქვათ უკიდურეს სიბილწეში ჩავარდეს და არც მიამიტური სიკეთით დათმოს რაღაცები, ხო? ანუ მაგალითად ეცადოს, რომ კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი მუდმივად. ანუ ნუ მოერიდებიო მაგალითად იმას თუ შენზე იფიქრებენ, რომ ძუნწი ხარ. და იფიქრონ ასე. იმიტომ რომ თუ შენზე იფიქრებენ, რომ შენ გულუხვი ხარ და შენ თუ მithume ეს ჯობია რომ იფიქრონ მანამ შენ ხელისუფლებაში მოხვალ, რომ შენ გულუხვი ხარ. ძალიან საინტერესო რამის ამ სხვათა შორის ეს ამბივალენტობს, რომ ჯობია იფიქრონ შენზე რომ გულუხვი ხარ. და მოხვიდე ხელისუფლებაში და მე თქვან რომ შენ ძუნწი ხარ. ვიდრე ასე თქვათ ეს ამ გულუხვობის შენარჩუნებას ეცადო მერეც, როდესაც მთავარი გახდებიო. და რატო ამბობს ამას ყველაფერს? იმიტომ რომ შენ მოგაკლდება რესურსები ამ გულუხვების და მერე დაიწყებ ძიმე ტვირთის დაკისრებას ხალხისთვის, რომ მათგან გადასახადებით ფული ამოიღო და ეს გულუხვობა ისევ წარმოაჩინო. და ამით შენ უფრო დიდ ტვირთად დააწვევი იმ ხალხს და ჯობია არ დააწვე ამ ხალხს ტვირთად და ჩათვალო რომ ძუნწი ხარ და ნელ-ნელა შენ შეუმსუბუქო მათ ტვირთი რომელშიც ისინი შენთან ერთად იცხოვრებენ ვიდრე შენ ამ შენი გულუხვობას შესწირო მთელი შენი ძალაუფლება იმიტომ რომ მათთვის ძიმე ტვირთად იქცე. დასაგებია. ანუ და ხოლო მანამდე რომ შენზე ცდილობს შექმნა როგორც გულუხვის შთაბეჭდილება, ეს ხდება იმის გამო, რომ შენ თავისუფლად მოხვიდე ხელისუფლებაში, ხო? კი. როგორც მოწონებული და კი, ეს რაღაც თავისუფლად მეთოდოლოგია თავრისთვის, როგორ მოვიდეს ძალაუფლებაში. თან იმ თავრისთვის, რომელსაც ეს ძალაუფლება არ ეკუთვნის შთამომავლობით. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ის ვისთვისაც იქ სხვანაირად არის მაგალითად სხვა რამეს ეუბნება იმ თავს, რომელსაც მემკვიდრეობითად ერგო ხელისუფლება, ხო და როგორ უნდა შეინარჩუნოს და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ვარიაციებს განიხილავს, რესპუბლიკასაც განიხილავს, სადაც შეიძლება აირჩიონ და ისე მოვიდეს. განიხილავს შემთხვევას, როცა შეგიძლია თქვა ძალით მიიღო ძალაუფლება, ასე თქვა და ახალ მთავარს უწოდებს ასეც მომენტზე და მე როგორ უნდა შეინარჩუნოს ყველაფერი. განიხილავს შესაძლებლობას, როცა შთამომავლობით და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა მოდელი აქვს იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება გერგოს ან მიიღო და მე როგორ უნდა შეინარჩუნო ის. მოკლედ ვთქვათ, თანამედროვე გაგებით ეს არის აბსოლუტურად რეალ-პოლიტიკოსი, ანუ რეალიზმის თეორიის შეიძლება ითქვას დამფუძნებელი, მაგრამ ამასთან ერთად ის არ არის, ასე ვთქვათ, აი ხშირად სპოთაშიც ეს არის ძალიან საინტერესო. ხშირად მაკიაველის მიაწერენ ფრაზას მიზანი ამართლებს საშუალებებს, ხო? ეს მის ფრაზა არ არის. მეტიც, ესე იგი ერთ-ერთ მის ნაშრომში ამ ფრაზას ესე ვთქვათ ირონიულადაც კი განიხილავს, რომ ანუ თუ მაგალითად ესე იგი ესეთ რამეს ამბობს, რომ თუ მიზანი არის კეთილი, მაშინ შეიძლება ქმარსაც კი უღალატო. რომ დასცინის ამას ეს რეალურად კი არა, მაგრამ ირონიულად ამბობს რა, თუ ეგრე წარმოვიჩინეთ, რომ ეს ფრაზა რო ყველაფერს ამართლებს მიზანი, მაშინ ის უფრო მეტად საუბრობს იმაზე, რომ რა არის თავად ეს მიზანი.
რომელმაც შეიძლება გაამართლოს გარკვეული საშუალებები. არა ის, რომ თუ თქვათ მე მიზანი დავისახე და არ აქვს მნიშვნელობა რა მიზანი დავისახე, ყველა საშუალება მისაღები. არა, თავარი ის რა არის ის მიზანი და შემდეგ როგორ თუ კარგი საშუალებები არსებობს ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ ცუდს არ უნდა მიმართო. ცუდის არჩევანი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ კარგის არჩევანი საერთოდ აღარ გაქვს ამ მოგიწევს. და უბრალოდ ამ შემთხვევაში აღარ უნდა მიმართო უარეს. ხო, და ამ მიმართო უარეს, ხო. გიორგი, ესე იგი საბოლოო ჯამში როგორც ჩანს, მე ესე შევაჯამე, ეხლაში რაც თქვი, ეს არის არა თეორეტიკოსი, რომელიც ქმნის იდეალური მართვების სახეს, არამედ აღწერს რეალობას და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, იძლევა კიდეც რჩევას თუ ასე ვთქვათ მითითებას, აი ამ სიტუაციაში, აი ამ მოცემულობიდან, როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო მართვები, რაც თავისთავად რა თქმა უნდა ვერ იქნება იდეალური. ეს არის თავად მაკიაველის გამგებლობა. როგორ ყალიბდება შემდეგ მისი მიმდევრების, ასე ვთქვათ, მისი თეორიის გააზიარებლების შემდეგ, როგორ ყალიბდება თვითონ მაკიაველიზმი, როგორც რაღაცა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ისე როგორც ხშირად ჩვენია ხოლმე, ასე ვთქვათ, როგორც ბედიც აქვს გარკვეულ თეორიებს, გარკვეულ წარმოდგენებს, შემდეგ უკვე ისტორიაში, ხო, ანუ ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ის, რომ დამკვიდრებულია თითქოს მაკიაველი აბსოლუტურად თავისუფლების მორალისგან, ასე ვთქვათ, ძალაუფლების მატარებელს, ხო? და მხოლოდ პრაგმატიზმსა და მხოლოდ პრაგმატიზმი, რაციონალიზმი, ასე ვთქვათ, ინტერესების მსახურება და ასე შემდეგ, ხო? მე შემოდის საკითხები, რომ რა არის ეს ინტერესები, როგორ უნდა გავიდოთ ისინი, როგორ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა გამოვასხვაოთ მართველისა და მართვადის ინტერესები, ხო? ანუ რასაც ის მართავს და ასე შემდეგ, ანუ ყოველთვის არის თუ არა ეს ერთი და იგივე. ეს ყოველთვის რელი დასასრულებელია. ხო, და შესაბამისად, ანუ ის ადამიანები და ის თქვათ მიმდევრები და მაკიაველიზმისა, ისინი ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, მასში იპოვონ საკუთარი ქცევის გამართლება. როგორც არა მხოლოდ მაკიაველს არჩევს, ხო, მაკიაველს რო თავი დავანებოთ, ანუ ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც თეორიას აყალიბებს, ხო, ჩვენ ახლა რადგან ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, ქრისტიანობის იმდენი დამახინჯებული ფორმა გვაქვს და იმდენი დამახინჯებული აღქმა და ინტერპრეტაცია და შემდეგ უკვე აქედან გამომდინარე საქციელი ისტორიაში, რომ მაკიაველს ყველაფერი შეიძლება ვაპატიოთ, რომ ამ მოცემულობიდან ისეთი ვთქვათ ისტორიული გამოცდილება არსებობს სხვა ყველა დანარჩენ მიმართულებაში, ხო? ეს არის კი ის იძენს, ასე ვთქვათ, ამ გაუკუღმართებას, რომ ის ათავისუფლებს მართლს მორალისგან, მორალი თითქოს არ არის მნიშვნელოვანი და მეტიც, ანუ აქ მთელი ამბავი რა არის, რომ ის თითქოს მართლს ეუბნება, რომ ყველა საშუალებით უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგრამ ის ერთი რომ ამას არ ეუბნება და მეორე აქ ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ის, რომ რა შეასაჭირო ეს ძალაუფლება. რისთვის ინარჩუნებს ძალაუფლება ჩაგივარდა და შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებას გამოიყენებ მის შესანარჩუნებლად, ეს არ არის მაკიაველი. ეს შეიძლება იყოს მაკიაველიზმი, ის გაგება მაკიაველისა, როგორც შემდეგ ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არ არის მაკიაველი. რომ შენ ძალაუფლება უნდა შეინარჩუნო ყოველ მიზეზს გარეშე, იმისთვის რომ გქონდეს ძალაუფლება. არა, ბოლო თავი ამ თავაში ეძღვნება იმას, როგორ უნდა გათავისუფლდეს იტალია ბარბაროსთან შემოსევებისგან, წნეხისგან და ასე შემდეგ. ანუ ის თავარს ესაუბრება იმაზე, როგორ გავაძლიეროთ ფლორენცია, ანუ ეს ძალაუფლება უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ფლორენცია გააძლიეროთ. ფლორენციაში კარგადები კარგად ცხოვრობდნენ. და ის შემდეგ უკვე როგორ უნდა გავათავისუფლოთ იტალია. ისე კი არა რომ შენ აი კაი კაცი ხარ და შენ ძალაუფლება სულ უნდა გქონდეს. არა, ეს ძალაუფლება უნდა გქონდეს რაღაცისთვის. ამ ძალაუფლებას მიზანი აქვს. და არ არის ეს თვითმიზანი არ არის ძალაუფლება, ასე ვთქვათ, მაკიაველის შემთხვევაში. ის კი ყველაფერს ამბობს, ყველაფერს ალაგებს, სულ თითქოს იმაზე ცდუნებაც კი არსებობს, რომ ასე გაიგო ის მთელი ამ ტექსტის განმავლობაში. რომ აი ერთხელ თუ ძალაუფლება მოიპოვა, მე როგორ უნდა შეინარჩუნო ის ძალაუფლება და გამოიყენო სხვადასხვა საშუალებების სიცრუე, თქვათ, თუნდაც სადღაც მოგრთამა, თუნდაც სადღაც მოტყუება, თუნდაც სადღაც მოკლაც კი შენი მოწინააღმდეგის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აქვს იქ, ხო? ანუ მაგალითად ბორჯია არის მისთვის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ,
იმ თანამედროვე ეტალონი, ხო? აი მისი თანამედროვე ეტალონი ერთ-ერთი არის ბორჯია. და ბორჯია კი ის კაცია, რომელიც იქ აღწერს კიდევაც ამ ისტორიას, როდესაც ბორჯია დანიშნავს მის მიერვე ერთ-ერთ ქალაქში მმართველს, რომელიც არის უსასტიკესი, მაგრამ ამ სასტიკი ხელით იქ სიმშვიდეს აყალიბებს ის კაცი, თუმცა ნელ-ნელა უკვე გადადის იმაში, რომ მოსახლეობა ხდება უკმაყოფილო ამ თემით. და შემდეგ ჩადის ბორჯია და ამ კაცის ჯის სამაგალითოდ. მას კლავს და ამ მის მოკლულ ცხედარს სამაგალითოდ ტოვებს იქ იმაზე რა ქვია მაგას მოედანზე. ანუ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანი გამოიყურება როგორც საუკეთესო მმართველი. კი, მაგრამ და ბორჯი ამისთვის არის კარგი მმართველი. კარგი მმართველი ამ შემთხვევაში. და ის იყენებს აი ამ ძალიან ცუდ შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, ხო? და ასეთ რაღაცებს ამბობს სულ ხშირად ამბობს უბრალოდ მაკიაველი ასეთ რამების, ხო? და ბოლოს კი გეუბნება რომ ეს იმიტომ კი არა რომ ბორჯიამ თავარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. არამედ იმიტომ რომ ბორჯიამ შეუძლია გააერთიანოს იტალიის გარკვეული ქალაქები, რომლებიც დაყოფილნი არიან ერთმანეთთან და შეკრას ისინი. და თუ კერძო შემთხვევაზე ვიტყვით, მაშინ ბორჯია კლავს იმას არა იმიტომ რომ კვლავ მოწონს ან და თვითონ ჭირდება ის რამეში, არამედ იმიტომ რომ იმ ქალაქში განმუხტოს დაძაბულობა და ამით ემსახურება სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ასე კი. ახლა აქ თავარი საკითხი რა არის საბოლოო ჯამში, ხო? ჩვენ როდესაც ქრისტიანობაზე ვლაპარაკობთ, შეიძლება თუ არა სახელმწიფო ინტერესით გამართლდეს ყველაფერი. ანუ სახელმწიფო ინტერესმა შეიძლება თუ არა გაამართლოს ნებისმიერი საქციელი და ქრისტიანობისთვის იქნება თუ არა მისაღები. ანუ თავარი კითხვა საბოლოო ჯამში აქ მოდის, ანუ შეგვიძლია თუ არა ჩვენ აი ამ ყველაფრით ვთქვათ, რომ ყველა მართლაც და ყველა საშუალება დასაშვები ხდება, იმიტომ რომ სახელმწიფოს ასე სჭირდება. ხო, აქ ეს ალბათ ეს ფუნდამენტური კითხვაა და არც ისე ადვილია, რომ ამაზე პასუხი გავცეთ და ვიმსჯელოთ, ხო? იმიტომ რომ შემდეგ უკვე ეს გულისხმობს მთელი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის გააზრებას. როგორ მოვედით დღევანდელობამდე, ხო? და რა ეტაპები გამლეთ განვითარებისა და შესაბამისად ამ განვლილ ცხოვრებაში ასე ვთქვათ როგორ ხორციელდებოდა ქრისტეს სწავლება რეალურ ყოფაში. კი ბატონო. მაშინ მოდი აბა დავიწყოთ პირველივე პერიოდიდან, კონსტანტინოპოლის პერიოდიდან. შეგვიძლია რომ შევეხოთ? რაღაც თვალსაზრისით. კი, იმიტომ რომ რა ხდება ამ დროს, ხო? კონსტანტინე დიდი არის წმინდანად შერაცხილი ადამიანი, რომელმაც მართლა საოცარი საქმენი ჩაიდინა ამ კრებთან დაკავშირებით. საწმუნოების სიმბოლოსთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ფაქტია ასევე მისი პირადი დამსახურებანი ჭყალებში, თავის ძმებთან, ძმისშვილებთან და ასე შემდეგ. ფაქტია, ხო ეს, რომ მან ამოხოცა ძალიან ბევრი ადამიანი. ეს არის ფაქტი, ამით ვერსად ვერ წავუვალთ ჩვენ. მაკიაველის მოეწონებოდა, ხო? აი როგორ უნდა შევხედოთ ხო ამ ყველაფერს? ნუ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც წინანდ არის შერაცხული, რომელმაც ქრისტიანობ გამოცხადა, სახელმწიფო რელიგიად მეგონი არ გამოუცხადა. ნუ ასე ქვია, ხო, ასე ქვია. პრინციპში ერთ-ერთ რელიგიად გამოაცხადა. ერთ-ერთ რელიგიად. აი ჩემთვის ხო პირადად ხა ჩემი პირადი გრძნობები უნდა გაგიზიარო, როდესაც ივლიანეს მისი ძმისშვილის შესახებ კითხულობ ხოლმე, ეს ხო ძალიან საწყალი არსება იყო, რომელიც განუდგა ქრისტეს და რაღაც ქრისტიანულად იზრდებოდა, მერე გაირკვა რომ თრა ქრისტიანულად არ იზრდებოდა და მის ქურუმი იყო ის, ვინც მას დიდა და შემდეგ უკვე ბლად დაკურთხი და ასე შემდეგ. ეს ივლიანი ყოველთვის ძალიან მეწოდებოდა ხოლმე, როგორც კნისი ამოვი შევიტყვე. აი ამდენი მსხვერპლი მოყვა, ხო, ეს მსხვერპლი არა ადამიანი ქრისტეს განუდგა და რაღაცა საშინელებას მოქმედებდა. მე რატო იმის გამო რომ ბიძამისმა უამრავი რაღაცა უბედურება მოიმოქმედა. ანუ აი სწორედ ქრისტიანული პოზიციიდან, მაგრამ აი რადგან ეხა შენ მოსე ახსენე და ამბობ რომ მოსე მიაჩნდაო მას საუკეთესო მმართველადო. ანუ მმართველი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს იმასაც, რას ითხოვს მისგან ხალხი. ხო და ამ კუთხით თუ შევხედავთ მოსეს, როგორ დავინახავთ?
რა სიტყობდა მისგან ხალხი? ხალხი ძალიან იცით რა არის, ნახე ერთი მომენტია, რომ მოსე ძალიან ბევრს უთმობს ხალხს. მათი მოთხოვნების შესაბამისად, ხო? ძალიან ბევრს უთმობს. ისინი მოდიან ეუბნებიან, რომ საწამო გვიყვანეთ, კაცო, ეს აქ ვიყავით იქ კარგად ცხოვრობდით. მეტიც ანუ ერთი განმარტება ასეთი, როდესაც მოსეს გამოხავს ეგვიპტიდან ხალხი, სულ მალევე, სულ რამდენიმე დღეში ეუბნებიან, რომ ჩვენ მოგვშივდა და იქ ხორცი გქონდა ეგვიპტეში, მაგრამ ერთ-ერთი განმარტებელი ამბობს, რომ არც არანაირი ხორცი არ გქონდათ, ისინი იქაც საკმაოდ ხელმომჭირედ ცხოვრობდნენ. უბრალოდ ეს იყო მათი ასე ვთქვათ, უფრო მეტად დამძიმებული მდგომარეობით წარმოიდგინეს, რომ უკეთ ძალიან კარგად იყვნენ იმ ყოფაში, რომელშიც იყვნენ. და ასეთი საყვედურიც კი გამოთქვეს აქედან გამომდინარე. ეს იყო მათი წარმოსახვა და არა რეალობა იმისა, თუ რაში ცხოვრობდნენ ისინი მანამდე, ხო? აი ამ დაღლილობა, რომელიც ამ სიარულით, ამ რაღაცა თან დევნით, იმიტომ რომ მოვუძებთ ფარაონი და ასე შემდეგ და გადავახეს ეს წყალი კი ყველაფერი დიდება იხილეს ამ გზაზე, მაგრამ ამასთან ერთად აი ეს ხორციელი შიმშილი და წყურვილი და ასე შემდეგ უცებ აღმოჩნდა მათთვის აი ეს ადამიანური სისუსტე აღმოჩნდა მათთვის ამ საყვედურის თმის საფუძველი, მაგრამ თან რა ხდება რომ ძალიან საინტერესოა ეს ადამიანები საყვედურს გამოთქვამენ არა ღვთის მიმართ. ესეც ძალიან საინტერესო ელემენტია. კი, საინტერესოა. არა ღვთის მიმართ, არამედ მოსეს მიმართ. ხო, ისინი რამდენად სწორად მოიქცა მოსე, იყო თქვა. ანუ ეს მართლა ღმერთმა უთხრა, თუ თვითონ მოიგონა ასე რომ ასე წამოსულიყვნენ და ასე შემდეგ, ხო? თითქმის არასდროს არ ეუბნებიან ისინი, რომ შენ ღმერთმა არასწორად წამოიყვანა. არ ეუბნებიან. ხო, ისინი სულ ეუბნებიან, რომ შენ რაღაცა იქ სწორად გაიგე თუ არ გაიგე, ანუ შენ რო წამოგვიყვანე, შენ რო ქენი, შენ რო დაფტირდი, შენ რო მიყავა. ანუ მოსეს ღმერთთან კომუნიკაციაში ხო, ანუ სწორად გადმოაქვს თუ არა მოსეს ღმერთის სიტყვები. ეს ამბავია. და მე მოსე სულ ღმერთთან საუბრობს და ანუ ლოცულობს ამ ხალხისთვის, ვისთან ერთადაც არის და კი არ ეუბნება ამათ, რომ თქვენ უწმუნოებო, თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებო და რაღაც ასე შემდეგ. არ ლანცავს, მიდის ღმერთთან და ეუბნება, რომ აი მოშინდათ, აი მოწყურდათ, აი რა ვქნა. ეხლა როგორ მოვიქცე, ხო? ანუ ამათთვის ლოცულობს, რომ ამათ ან გაძლიერდნენ საყვები მიიღონ, საწყალი მიიღონ და ასე შემდეგ, ხო? და უთმობს ამას ყველაფერს. საყვებსაც აძლევს, ანუ არც ჯის ან უწმუნოებისთვის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ხო? მით უმეტეს ძველი აღთქმა ისეთია, ხო? რაღაცა ხშირად სასტიკია თითქოს ამ ფორმებში, რომელიც იქ არის, მაგრამ აქ ერთადერთი მომენტი, როდესაც ეს ხალხი ისჯება, არის როცა კერბს დააყენებენ. როდესაც კერბს აღმართავენ, აი რაღაცა მოსეს ხალხი ასე ვთქვათ, ხო? მოსესთან ერთად ისჯებიან სწორედ იმ მომენტში, როდესაც კერბს დააყენებენ და ვერ დაელოდებენ მოსეს ჩამოსვლას მთიდან. ჩათვლიან, რომ მოსე იქ გარდაიცვალა, იმიტომ რომ აღარ გამოჩნდა დიდი ხანია, იქ რაღაც რუხული იყო, იქ რაღაცა და ჩამოდის მოსე და ხედავს, რომ მათ კერპი აღმართეს. ამ ყველაფერში და მხოლოდ მაშინ ისჯებიან ისინი. და თან ყველა არ ისჯება, ხო? ანუ ესე ვთქვათ, მხოლოდ ისინი, ვინც კერპი აღმართა და ვინც ამ კერპსახურებაში მიიღო მონაწილეობა, ხო? მეტიც ამ კერპსახურებაში არ ისჯება არონ, იმიტომ რომ არონს თხოვს მეტ კერპი აღმართება, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ეს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასე ხდება ეს ყველაფერი. თუ იმას არ ჩავთვლით სასჯელად, რომ რა თქმა უნდა 40 წელი არ ჭირდებოდა ეგვიპტიდან აღთქმის ჩასვლას, ხო? ხო, თუ არ ჩავთვლით და შეიძლება არ ჩავთვალოთ ხო ახლა ამისი შეიძლება რომ გარკვეული თვალსაზრისით ჩავთვალოთ, არა სასჯელად, არამედ გამოწვრთნად, გაზრდად, იმიტომ რომ აი ეს თავისუფლება, რომელიც მათ ეგვიპტიდან მიიღეს და უნდა მივიდნენ ისინი გამზადებული აღთქმულ მიწაზე, ეს გამოსაწვრთნელი პროცესია. ეს 40 წელი ამ გამოცდაში მიდის, ხო? ეს უნდა მოხდეს. როგორც ჩანს, იმ სულიერი მდგომარეობით რაშიც იყვნენ, პირდაპირ აღთქმულ მიწაზე ვერ დაიწყებდნენ ცხოვრება. ხო, ას გაზრდა სჭირდებოდა. ანუ იქიდან სადაც იყვნენ, მონობიდან სჭირდებოდა გაზრდა იმისთვის, რომ ისულიყვნენ აღთქმულ მიწაზე და იქ დამკვიდრებულიყვნენ, როგორც უკვე ასე ვთქვათ, ბატონი და მმართველი აღთქმული მიწისა. ანუ ეს ფერი ეს არის, მაგრამ დანარჩენია ეს, რომ ისინი თქვა წუწუნებენ წყალზე, ჭამაზე და ასე შემდეგ, ან გზაზე, დაღლილობაზე და ასე შემდეგ, ამისთვის ისინი არ ისჯებიან.
არასდროს. აი, სულ პირიქით არის ის, რომ მოსემათ უთმობს ამ მდგომარეობას და ითვალისწინებთ მას სისუსტეებს. სულ და შემდეგ უწესებს რჯულს, როგორ უნდა იცხოვრონ და როგორ უნდა აღასრულონ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, ხო? ისე მართლაც რა დიდებული მაგალითია მოსე იმისა, როგორი უნდა იყოს მმართველი, რომელიც გამუდმებით ეთაცბირება ღმერთს და ამეთი ნაკლებად ამძიმებს. მაგითი არის აღთქმანებული მაკიაველის ფათაშურის, რომ ის ამბობს, რომ მოსთან თulis რომ ყველას დიდია, ამასთან ერთად იმასაც აღნიშნავს, რომ აი მოსეს განსაკუთრებულობას განსაზღვრავდა ის, რომ მას ღმერთთან ჰქონდა ურთიერთობა. და ამასთან ერთად, ანუ ამას არ ამბობს, მაგრამ სავარაუდოდ ის თემაც, რომ აი მაგალითად მოსეს შეუძლია დასაჯოს ადამიანების სიკვდილით. ხო, ანუ კერპის აღმართვის შემდეგ ის ლევიან თაძლებს მითითებას, რომ ისინი დაისაჯონ. და სიკვდილით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც კერპი აღმართა. ანუ მოსე მიდის ამ, ასე ვთქვათ, დღევანდელი ესეთი ჰუმანური გადმოსახედიდან ძალიან არაჰუმანურ ნაბიჯზე, ხო? სიკვდილით სჯის ადამიანებს, რომელმაც კერპი აღმართეს მის აყოფნაში. ხო? თან ეხლა პრინციპში შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ, ხო? როგორც ჩვენ ვუყურებთ ღმერთს და ასე შემდეგ, შეიძლება ვინმე ისიც კითხოს, რომ მათ მცირედი შეეშალათ, იმიტომ რომ მათ სხვანაირი ღმერთი არც იცოდნენ, მათ მოსემ იცოდა ღმერთი. და ჯერ რჯული არც მიუცია მოსეს, ხო, ამ ხალხისთვის. ისინი გამოიყვანა, უთხრა, რომ აბრაამის ღმერთმა მოგიწოდათ თქვენ. თქვენი მამების ღმერთმა მოგიწოდათ თქვენ და მე მიმყავხართ ამ მოწოდების საფუძველზე. და მოსე არის შუამავალი ამ ურთიერთობისა, ესენი ხო არ იცნობენ ღმერთს. მათი ღმერთის შესახებ წარმოდგენები ასეთია, ხო? ანუ კერპი, თაყვანისცემა, სიცხლის დაღვრა, ასე შემდეგ. ეს არის ის გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეგვიპტის ბატონობის ქვეშ, ხო? და შესაბამისად, ეს არის თითქოს ის მათი ნორმალური ქცევა. ნორმალური კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკეთესო ქცევაც არის, იმიტომ რომ წარმოიდგინე, აიყრება ამდენი ხალხი ერთი ადამიანის მოწოდებას გაყვება, იმიტომ რომ ისე უბნება, რომ თქვენ ღმერთმა მოგიწოდათ. საუკეთესო ქცევაა ეხლა, სხვანაირად როგორ მოიქცა, სხვანაირად როგორ გამოხატავდნენ. ხო, სხვანაირად არ იციან. და აი ესე რომ შევხედოთ ამ თვალსაზრისით, ხო, რომ მოსე ამ შემთხვევაში სასტიკად ექცევა მათ. ამ მოცემულობით სასტიკად ექცევა მათ და მაგრამ ამას ყველაფერს აკეთებს იმ, ასე ვთქვათ, იმ ჭეშმარიტების დაცვისთვის. იმ ჭეშმარიტების დაცვისთვის და თან ამასთან ერთად ეს შეგვიძლია რა თქმა უნდა ბუკვალურადაც გავიგოთ, მაგრამ გადატანითაც ხო შეგვიძლია გავიგოთ, რომ ჭეშმარიტება არის ნამდვილი სიცოცხლე და ჭეშმარიტებისაგან დაშორება სიკვდილი. ხო? და ასეთია, ვთქვათ, ძველი აღთქმის ენა, ანუ ანტიკური ენა ასეთია, რომ სიკვდილი არის, ესე ვთქვათ, ან ფიზიკური განადგურება არის რაღაცა, ვთქვათ, მოშორება, რაღაც სასჯელი და ასე შემდეგ, ხო? და პირიქით, ანუ წარმატება და ასე ვთქვათ, ცხოვრება თუ რაღაც უკეთესი ცხოვრება და კეთილდღეობა და ასე შემდეგ არის, ასე ვთქვათ, საჩუქარი, ხო? იმისა, როგორც შენ ცხოვრობ, ხო, კუთხე. მადლი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არის იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი აბსოლუტურად ყველასთვის გასაგები ენა. ასეთ ენაზე საუბრობენ არა მარტო ებრაელები, ასე ვთქვათ. ასეთ ენას საუბრობს ყველა ვინც გარშემო. ვისთანაც მათ ურთიერთობა აქვს რა. ხო, პრინციპში აი ათმცნებაშიც ეგ არის, ხო, კეთილი გიყოს, ნუ ნიშნავს არა პირველ რიგში სწორედ იმას, რომ იყო ამ ქვეყნად ძალიან კარგად იცხოვრა. კი, და ამ ჭეშმარიტებისგან მოშორება კი პირიქით არის, ხო, ბოროტის ყოფის ტოლფასია, ხო, იმ გაგებაში. ხო, და ჩვენ კონსტანტინეზე საუბრობდით და აბა დავუბრუნდეთ მაშინ ისევ აქ თემას. მან რაც არის, ეგ ძალიან საინტერესო და მე მგონი დღესაც არ არსებობს ესეთი საერთო შეთანხმებული აზრი ამ ეპოქისაც ეკლესიის ისტორიის მკვლევართა შორის და ასე შემდეგ, რომ რა იყო ეს ყველაფერი. როგორ უნდა დავინახოთ ის ეპოქა, როგორ უნდა გავიგოთ მთელი ეს პერიოდი, ეგ რასაც დღეს უკვე ბიზანტიურ პერიოდს ვეძახით ეკლესიის ისტორიაში.
და რომელმაც შემდეგ უკვე თავისი ასე ვთქვათ გამოძახილი პოვა უკვე ასე ვთქვათ სლავურ გარემოში სულ ეკლესიაში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ისიც ამის გარკვეული გაგრძელება იყო. შემდეგ უფრო გაცილებით უფრო ტრაგიკული პერიოდი ალბათ ეკლესიის ისტორიაში პეტრედან დაწყებული ვიდრე საბჭოთა პერიოდის დამყარებამდე. სხვა შორის ბერდიაევი ამბობს ძალიან საინტერესო რამეს რევოლუციაზე 17 წლის რევოლუციაზე, რომ რევოლუციამ თავისებური გაგებით ძალიან კარგი რამ გაუკეთა ეკლესიას, იმიტომ რომ პატრიარქი დააბრუნა შიგნით. იმიტომ რომ ეკლესია გახდა ასე ვთქვათ, დაუბრუნდა ისე დევნილ მდგომარეობას და ამ დევნილ მდგომარეობაში მან აღიდგინა პატრიარქობა. რუსეთის ეკლესიაზე საუბრობს. მაგრამ აი ეს სინოდალური ეპოქა, რომელიც პეტრედან იწყება და ამ პატრიარქობას ამ პატრიარქობის დიდ ასე ვთქვათ მადლს აკარგინებს ეკლესია. ეს ბრუნდება ამ 200 წლის შემდეგ ესე ვთქვათ. ხო და მოკლედ აქედან გამომდინარე ეს საკმაოდ რთული პერიოდია, რომელზეც ესეთი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები არსებობს, მათ შორის კონსტანტინესთან დაკავშირებით, როგორც ახსენეთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორი იყო კონსტანტინეს პიროვნება, არამედ იმასთან მიმართებაში, რომ მუდმივად საკამათო იყო იმ ეპოქაში კონსტანტინეს სწორად იქცევა თორა ეკლესიასთან მიმართებაში, თუნდაც საეკლესიო კრებების მოწვევით. ან თუნდაც როდესაც ერევა იმაში, როგორ გადაწყდეს ესა თუ ის დოგმატური საკითხი. და მუდმივად ახალისებს ახალ მსჯელობებს ამ თემასთან დაკავშირებით, ხო? ანუ თითქოს რაღაცას გადაწყვეტს ეკლესია და უცებ კიდევ ვიღაცები მიმართავენ კონსტანტინეს, რომ აი ესეთი ამბავი გვაქვს ჩვენ და ამისთვის ვიდევნებით და მე ისე თავიდან იწყება ამ საკითხის განხილვა და ისე ხელთავიდან შეკრება და ამ მსჯელობა იმის შესახებ როგორ უნდა იყოს ესა თუ ის დოგმატი განხილული და ასე შემდეგ, ხო? ანუ იყო თუ არა ბოლომდე ასე ვთქვათ მისი ჩარეულობა ამ ყველაფერში სწორი, ამაზე დღესაც კამათი არსებობს. იცი რა ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის ახლა ხანს მომიწია თარგმნა დაახლოებით 1 წლის წინ კარტაშევი ერთი საეკლესიო ისტორიკოსი, მაგის საეკლესიო კრებების ახლა ხანს გამოვიდა სულ რამდენიმე თვეა და იქ ამბობს რომელიღაც კრებასთან დაკავშირებით, მე მგონია როდესაც ეფემია ყოველდღიურ წამს ეკავა ხელში. ეს იგი შევიდნენ ის ყველანი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, იმპერატორი ცალკე უპირისპირდებოდა მღვდელმთავრებს, ეს მღვდელმთავრები კიდე ცალკე, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან ხშირ შემთხვევაში დოგმაზე კი არ დარდობდნენ, არამედ იმაზე თავიანთი გავლენა როგორ გაეძლიერებინათ, შევიდნენ და უცებ გამოვიდნენ და ეს წამსი გამოიტანესო და ესეა საერთოდ თუ ამბობს სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამეს, რასაც ალბათ მეც მიფიქრია და შენც და ბევრ ქრისტიანს ხო ეს ადამიანები, რომლებიც აი ამ ხელა ვნებებით დუღდნენ და ეს აბსოლუტურად არ იყო რაღაც სულიერი ვნებები, პირიქით ეს იყო რაღაც ძალიან მიწიერი რაღაც, უცებ აი ამ საღვთო მადლის წყალობით მათი ხელიდან გამოვიდა ჭეშმარიტება და არანაირი აზრიო იმას, რომ სინამდვილეში ისინი როგორები იყვნენ, მათ რა ამოძრავებდათ ამ წუთებში, აი ამ მომენტში აღარ ქონდათ, იმიტომ რომ მათი ხელიდან გამოვიდა ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ესე ენება ღმერთს. ალბათ ხშირად ხდება ეგ და შესაძლებელია კონსტანტინეს შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა, მან ყველაზე, ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო ავტორი ამ თემაზე გრჩეულობისას შმემანი, ალექსანდრე შმემანი, რომელიც ძალიან კარგად მსჯელობს ერთ-ერთ ნაშრომში დოგმატური კავშირი აი ამ ეპოქაზე. თელს ბიზანტიურ ეპოქაზე პრინციპში ძალიან მცირე ნაშრომია, მოკლე და უბრალოდ რაღაც გაკულტოს გაგრძელება სხვა მისი ნაშრომებისა, რომ აი ამ ნაწილში მსჯელობს ესეთ რამეზე, რომ არსებობს სერიოზული ასე ვთქვათ საყვედური აღმოსავლეთის ეკლესიის მიმართ, მათ შორის დასავლური ეკლესიის შემოგვიანებით უკვე კათოლიკური ეკლესია ჩამოყალიბებული ეკლესიისა, რომ აი ეს ცეზარო პაპიზმი და სიმფონია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, იყო გარკვეული თვალსაზრისით ეკლესიოლოგიური ერესიო, ასეთი დადანაშაულება ისმოდა მეორე მხრიდან ამ ყველაფრის მიმართ, რომ იმდენად გახდა ეკლესია სახელმწიფო აპარატის ნაწილი ამ ეპოქაში, რომ ასე ვთქვათ, მან დაკარგა უკვე ის დამოუკიდებლობა, ის ქრისტოცენტრული დამოუკიდებლობა, რომელიც მას უნდა ქონოდა, რომელიც მას უნდა შეენარჩუნებინა.
თუმცა ეს ამბობს ესეთ რამეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ხშირად თვალს ხუჭავდა იმპერატორის გარკვეულ ქცევებზე და ასე ვთქვათ, გარკვეულ ჩარევაზე და ასე შემდეგ და კი ხშირი იყო ის, რომ ის ერეოდა ამ ეკლესიურ წყობაში, ვთქვათ, ამ ეკლესიის საქმეებში, ასე ვთქვათ და კანონიკაში და ასე შემდეგ. ისეთ რამეს ამბობს, რომ ვერასდროს იმპერატორმა ვერ დაიმორჩილა ეკლესიის დოგმატური სწავლება. ვერც ერთმა იმპერატორმა რამდენმაც არ სცადა. რამდენმაც არ სცადა პირიქით ეკლესია ყოველთვის უფრო მაღლა იდგა საკუთარი დოგმატური პრინციპების დაცვით იმპერატორზე. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით განყოფის შემდეგ არაერთი იმპერატორი ეცადა ამ გაერთიანებას. და აძალებდა, ვთქვათ, აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქებს, ეპისკოპოსებს თვალი დაეხუჭებდნენ დოგმატურ განსხვავებულობაზე დასავლურ ეკლესიასთან. ამ გაერთიანების ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა არც ერთს არასდროს ამაზე თვალი არ დაუხუჭავს და ისინი მუდმივად ამას იცავდნენ. და მეტიც და მანამდე კი ეს არის მთელი ეს კრებები, რომლებსაც იმპერატორები იწვევდნენ, საბოლოო ჯამში მათი შედეგი და ღვაწლი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ეს დოგმატური სწავლება და სწორი ცოდნა ქრისტეს შესახებ. და საბოლოო ჯამში აქ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა იქ ემორჩილება, ვიღაცა ასე ვთქვათ, თვალს ხუჭავს გარკვეულ გადაწყვეტილებებზე და ასე შემდეგ, ეს არის შექმნილი ძალიან კარგი გარემო, ძალიან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ მათ შორის დევნების და ყველაფრის მიუხედავად, რომ დამასკელი აკეთებს იმას, რაც აკეთებს, ხო? და გვინახავს იმას, რასაც ჩვენ ვინახავთ. ანუ ეს არის გარემო, სადაც შემოდის უკვე ჩდება შესაძლებლობა იმისა, რომ დოგმატურ საკითხებზე გაიმართოს მსჯელობა, დადგინდეს სწორი სწავლება და შემდეგ დაიცვან ეს სწორი სწავლება ყველა მიზეზ გარეშე და ყველა ასე ვთქვათ ზეწოლის მიუხედავად. აი ეს ელემენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში, ხო? ამასთან ერთად ახლა ეს საეკლესიო სამართლის სპეციალისტების ასე ვთქვათ პრინციპში შეთანხმებული აზრია, რომ კანონები ეს არის ცვლადი რამ. ის იცვლება დროთა განმავლობაში, ხო? მას აქვს საკრიბია და ეკონომია, რაღაცაზე შეგვიძლია დავხუჭოთ და რაღაცაზე არ დავხუჭოთ, თუ რაღაცა დავიცოთ სიწმინდე და ერთადერთი რაზეც აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ შეიცვალოს და რომ სხვაგვარად შევხედოთ ეს დოგმატები და ეს დოგმატები სწორედაც რომ იყო ბოლომდე დაცული აი ამ გარემოში, სადაც ასეთი რთული რეალობა იყო და ამ რთული რეალობის მიუხედავად უამრავი დამცველი ყავდა ამას. სხვათა შორის გიორგი ხალხაც გადახოვასავით გამომივა, მაგრამ მინდა რომ ესეთი აზრი გაგიზიარო. დღეს დოგმატთან დაკავშირებით არის დოგმატი. არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, იმიტომ რომ ადამიანები პრინციპში აი პოლიტიკურ ბრძოლაშიც კი ასე ვთქვათ, ან ეკლესიასთან დაპირისპირებისას ამბობენ, რომ ჩვენ არ მოგწონს დოგმატები, არ გვინდა მათი დაცვა. ამიტომ ძალიან გამიხარდება, თუ ჩვენ დღეს მე და შენ ისევ შევიკრებებით და კარგად გავსაზღვრავთ ადამიანებისთვის იმას, რას ნიშნავს დოგმატი. იმიტომ რომ დოგმატი ხალხის უმრავლესობას გონია, ყველა უბრალო წესი, რომელიც კი არსებობს ეკლესიაში. ასე რომ ძალიან მადლობელი ვიქნები ამას თუ გზად. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ მაგიაველიზმს. და თუ გინდა ჯერ იმაზე ვისაუბროთ, როგორ გამოიხატება დღეს თანამედროვეობაში ეს, ანდა თუ შენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება რაღაც საქართველოს ისტორიაში მოვძებნოთ რაღაცა ისეთი ეპიზოდები, ცალკეული მმართველები, რომლებიც ასე ვთქვათ, შეგვიძლია ამ ფონზე განვიხილოთ. კი ბატონო. ჩვენ რაღაც ნაწილში ვახსენეთ, რომ დღეს ეს არის რაღაცა ასე ვთქვათ, მეტწილად გარკვეული თვალსაზრისით რეალპოლიტიკის თეორიაში გააზრებული მოვლენა. თან ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ რეალპოლიტიკა არ არის ასე ვთქვათ ამორალური რამ, იმიტომ რომ საერთოდ აქ არის ესეთი რაღაცა აქ ცდილობენ იმის გაყოფას რა არის მორალი კერძო ადამიანისთვის და რა არის მორალი საზოგადოებისთვის, ხო? ეს რთული კამათია, ამაში შესვლა ალბათ არ ღირს, თან მით უმეტეს ჩვენ საუბრობთ იმ ეპოქაზე, როდესაც ქრისტიანული მორალი არ არის საყოველთაო. იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტეს ეკლესიაში ეს გავიგებთ, რომ მათთვის ეს არის
თავარი ამოსახველი წერტილი აქედან ამოგვიდე რამდენად კარგად ვიცით რამდენად კარგად ვიცავთ ეს მოგვიძე გადავიდეთ მაგრამ თუ გავიგებთ რომ აი ეს ქრისტეს სწავლების მიხედვით ეს არ შეიძლება და დამთავრებული ამბავია ეს ამბავი იმის გათვალისწინებით რომ შეიძლება ვერ ვასრულებთ მაგრამ გვესმის რომ არ შეიძლება ხო ეს ერთადესია ხო კი ბატონო მაგრამ თლიანობაში გვესმის რომ აი ეს არის ქრისტიანული მორალი რა როცა გავიგებთ არ ვამბობ რომ ყველას ესმის ვინც იქ და ყველას გვესმის ვინც იქ დავდივართ მაგრამ რომ როცა გავიგებთ რა არის ქრისტიანული მორალი გვესმის რომ ამის კეთება შეიძლება და ჩვენი სისუსტიდან გამომდინარე და ჩვენი სისუსტის გათვალისწინებით ვცდილობთ მის აღსრულებას ან არ აღსრულებას მაგრამ ეს არის ჩვენ დანარჩენ სივრცეში სადაც ქრისტიანობა თქვათ რელიგიური მორალი სეკულარულ სივრცეში ასე თქვათ რა არის მორალი ეს საკმაოდ რთული ამბავია ხო ერთ რამეზე თითქოს შეთანხმებულები ვართ რომ საზოგადო მორალი ის არის რა კანონებსაც დავაწესებთ რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან ვიცხოვრებთ რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვექნება რაზეც შევთანხმდებით ხო ანუ აი ეს შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული საზოგადო მორალი და ასე შემდეგ ანუ აი შეთანხმებული წესები რომლითაც ჩვენ და თუ თქვათ პირობითად და სახელმწიფო შიგნით ამასთან ერთად თქვით ინსტრუმენტებს იმისა რომ თუ ვინმე ამ შეთანხმებულ წესებს გადაუხევს როგორ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი ხო რაღაცა გარკვეული სასჯელები იქნება სახდელი იქნება თუ ასე თქვათ თავისუფლების აღკვეთა ეს გვაქვს რაღაცა ნორმების შესრულებული ცალკე საკითხია რომ აი ესეთი შეთანხმებული წესები საგარეო პოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში ზოგჯერ არსებობს და ზოგჯერ არ არსებობს. და ამას განსაზღვრავს ის თუ რა მოცემულობაა, ხო? ანუ ძალაუფლების, ასე ვთქვათ, ბალანსი არსებობს თუ არ არსებობს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე საერთაშორისო პოლიტიკისთვის, რა თუ არსებობს გარკვეული ძალაუფლების ბალანსი, მაშინ არსებობს რაღაც გარკვეული შეთანხმებული თამაშის წესები. თუ არ არსებობს ასეთი ძალაუფლების ბალანსი და ყავს ჰეგემონი მაგალითად ხო რაღაც პერიოდში მაგალითად პოსტსაბჭოთა რეალობაში ჩვენ ასე ვთქვათ დასავლური ჰეგემონიის პირობებში ცხოვრობდით და ნუ აი ახლა თითქოს თავდება ეს ეპოქა როდესაც ერთპოლისიანი სამყარო თავდება აქ ამ შემთხვევაში რა ხდება ხო ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას ან მთელ მსოფლიოს უწევს იმ ეგრეთ წოდებული მორალის დამორჩილება რომელსაც ჰეგემონი გვთავაზობს ჰეგემონი ამბობს, რომ ეს არის წესები და ამ წესებით თამაშობთ. და სანამ არ გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ წესებს გამოწვევას გაუგზავნის, მანამდე ეს არის მოცემულობა. რა, მან დაადგინა, რომ ასე უნდა ხდებოდეს და ასე უნდა ხდებოდეს, საერთოდ არ აქვს პრინციპში არც აქვს მნიშვნელობა იმისა, რომ მით უმეტეს ჩვენი ზონის პატარა სახელმწიფოები ამას მოწონთ თუ არ მოწონთ. ამაში უცებ ცხოვრება ეს არის მოცემულობა. ეს არის მოცემულობა. ამითი განსხვავდება მაგალითად შიდა პოლიტიკური მოცემულობა გარე პოლიტიკური მოცემულობისგან. თუმცა აი ამ გარე პოლიტიკურ მოცემულობას პატარა ქვეყნებზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, მათ შორის შიგნითაც. ანუ ეს გარედან თავს მოხვეული წესები ყოველთვის აისახება ხოლმე იმაზე, რა ხდება შიგნით. როგორ ხდება მე ამის მოწყობა. ანუ ჩვენ შეიძლება არ შევთანხმებულ ვართ მაგალითად მათ შორის იმ კანონთა დიდ ნაწილზე, რომელიც ჩვენთან დღეს მოქმედებს, ანუ იმ მორალზე, ესე დავარქვა, საზოგადო მორალზე, არ შევთანხმებულ ვართ. ხშირად შეიძლება არ გვიმისჩენია, მაგრამ ეს კანონები ჩვენთან მოვიდა როგორც დირექტივა. მოცემულობა და დირექტივა. ხო, დირექტივად მოვიდა და ეს არის ჩვენი მოცემულობა. ასე უნდა იყოს. ხა აი ეს პერიოდი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, არის საკმაოდ საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ის წესრიგიც ირღვევა რაღაცა არ ვიცით რა წესრიგით ამყარდება რა მოახდენს შემდეგ ჩვენზე გავლენას როგორი წესრიგი როგორი წესები იქნება და როგორ აისახებთ ჩვენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი ტიპის პატარა სახელმწიფოს მოგვიწევს იმ წესებისთვის გარკვეული თვალსაზრისით დათანხმება იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში არავინ არ გკითხავს არავინ არ გკითხავს როგორი იქნება სოფლიო წესრიგი პატარა სახელმწიფოს არ დაუძახებენ და აკითხავენ ალბათ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა მოვაწყოთ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ეს ასეა აი აქაც მაკიაველიზმი რა ანუ რეალური ცხოვრება ასეთია არა თავად მაკიაველის ასე ვთქვათ პირადი მოსაზრებები არამედ ხო ან მაკიაველი შეიძლება კარგი მრჩეველი ყოფილიყო ახლა ჩვენთვის რომ აეხსნა კარგად რა არის ეს საკითხი და აბა როგორ გადავარჩენთ ახლა
იცი რა, რაც შეეხება იქ ქრისტიანობას, ხო? ქრისტიანობა ხო არის ძალიან თავისუფალი, ძალიან გახსნილი და ნებისმიერ ალბათ საზოგადოებრივ წყობაში, ნებისმიერ ასე ვთქვათ, ჰეგემონის მმართველობაში მას შეუძლია მოქცეს რაღაც მიმართებები, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. თუმცა ჩვენ ვართ ქრისტიანები, ხო? ეხლა მეტნაკლებად ჩვენი ქვეყანა მაინც ქრისტიანული ქვეყანაა, ბოლო-ბოლო ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა ერთად არ არის, მაგრამ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მაინც ქრისტიანული ქვეყანა მიაზრებით, სადაც ისევ ცოცხლობს ცოცხალი ღმერთი. ამას ნაძაზა შათელიშვილმა თქვა, რომ ქრისტიანობა ჩვენთან ესეთი ზომბი რელიგიაა. რა და ისე გულზე მომხვდა ძალიან, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ცოცხლობს რაღაცა იდეები ამასთან დაკავშირებით და არ ცოცხლობს სული, ხო? ესე უნდა წარმოვიდგინოთ და ოშტოში რაღაც კუთხით ესე არ არის, იმიტომ რომ ეკლესია ცოცხლობს ჩვენთან. ეს იციან იმათ, ვისაც ცოცხალი შეხება აქვს ეკლესიასთან და ხა ვინც ამას გარდან უყურებს, ის ალბათ ფიქრობს, რომ პრინციპში ეს ყველაფერი რაღაცა რიტუალის დონეზეა დარჩენილი, მაგრამ ეს ხო ესე არ არის რა და რაღაც ინსტიტუციის დონეზეა დარჩენილი. ეს ხო ესე არ არის სინამდვილეში ეკლესია მაინც ცოცხალია, ხო? აი ჩვენ როგორც ქრისტიანებს, ხო, აი რა მაინც ეს ქონდა, ხო, მაკიაველიზმი და ქრისტიანობა. როგორ უთანხმდება ერთმანეთს. მაგრამ თავად ქრისტიანობა არ იმდენად ფართეყოლის მომცველი, იმდენად თავისუფალი შინაგანად, ხო? ჩვენ ყურება ძალიან დიდი შინაგანი თავისუფლება გვაქვს, რომ აი ამ ვითარებაშიც ჩვენ უნდა შევძლოთ რაღაცნაირად მშვიდობიანად გადარჩენა და ჩვენი რწმენის გადარჩენაც, ხო? აი როგორ წარმოგიდგენია ეხლა შენ ეს პოლიტიკოს და როგორც ქრისტიანს. ხო, ეს მისაკი საკითხია. თითქოს რაღაცა ამაზე პასუხები არსებობს და თითქოს ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე მარტივია პასუხები არსებობს. აი მაგალითად მოვაუხოთ, ხო, ქრისტიანობის ურთიერთობა სახელმწიფოსთან ეს არის პრინციპში პირველი ჩანასახებიდან იწყება, ხო? მას ამ ქრისტიანულ კომუნას ურთიერთობა უწევს ჯერ იმ რომის იმპერიაში, რომლის ასე ვთქვათ, ქვეშევრდომი და ადგილობრივი გამგებელი ვთქვათ, იუდაურია ეს ვთქვათ, ჰეროდე და ასე შემდეგ, ანუ ეს ეპოქა იქ იწყება ამის ჩასახვა, ჯერ კიდევ მათთან უწევს ურთიერთობა, ძირითად კონფლიქტში შედის რომის იმპერიასთან, იქიდან რა თქმა უნდა, ანუ რომის იმპერიის მხრიდან, ასე ვთქვათ, რომის იმპერიის ინიციატივით, თორე მეორე საუკუნის აპოლოგეტები, რომლებიც რომის იმპერიას უმტკიცებდნენ, რომ ეს დევნა არასწორი იყო, მუდმივად იმას ეუბნებოდნენ, რომ რა ასერჩით ამ ხალხს, ეს ხალხი თქვენზე ლოცულობს. ამ ხალხს დადგენილი აქვს, რომ ხელისუფალზე უნდა ილოცონ. ხელისუფალი უნდა მოიხსენიონ და კანონები უნდა აღასრულონ. ეს ხალხი არ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან, ეს ხალხი არ არის ამბუხებული, ეს არ ეწინააღმდეგება თქვენს ძალაუფლებას, მისი ამოცანა არ არის ძალაუფლებას შეგეცინოს. რისთვის დევნი, ხო? ანუ რეალურად ლოგიკური საფუძველი, ლეგიტიმური საფუძველიც კი გარკვეული თვალსაზრისით მოშლილი ქონდა იმ დევნას, რომელსაც განიცდიდა ქრისტიანული კომუნა პირველი საუკუნეების განმავლობაში, ხო? და ეს ძალიან საინტერესო ელემენტია, ანუ ლოცვა ხელისუფლისთვის. ვიღაცამ შეიძლება ეს წარმოიდგინოს, რომ ეს არის თავის დამორჩილება ხელისუფლისთვის, ხო? არა, ეს არის რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ეს არის არასწორად გიჩნდება ამას როგორც წესი. ლოცვა ხელისუფლისთვის ეს არის მისი, ასე ვთქვათ, მისი როგორც ადამიანის გადარჩენისთვის ლოცვა. მიუხედავად იმისა, თუ როგორია ის, აი ჩვენ მოსე ვახსენეთ, ხო? და ესეთი მომენტი არსებობს, რომ მოსე რამდენჯერმე ლოცულობს ფარაონისთვის. ანუ რამდენჯერმე თხოვს ღმერთს, რომ ასე ვთქვათ, შეუმსუბუქოს ის სასჯელები, რომელიც ან მოუხსნას სასჯელი, რომელიც მასზე დაწესებულია იმ მომენტში, ხო? და რამდენჯერმე ფარაონის თხოვს, რომ წადი და ილოცე ღმერთი, შენ ღმერთი შეგთხოვე, რომ გააჩეროს ეს სასჯელი და გაგიშვით. ხო? შეიძლება ისე ვითხოვება ეს ფარაონი და ისე გასადგას, მაგრამ მოსე რამდენჯერმე ლოცულობს ფარაონისთვის. ასე ლოცულობენ პირველი ქრისტიანები იმ დევნილი იმპერატორებისთვის, ხო? მათში ამ სუბუქოს ეს ვთქვათ, მისი ასე ვთქვათ, სიძულვილი, სისასტიკე, მრისხანება და გადაარჩინოს მათ შორის ის,
იმიტომ რომ ეს არის ქრისტიანის ბუნება ასეთი. ეს ვიგულისხმობ თავისუფლებაში. ხო, ეს არის ქრისტიანის ბუნება, რომ მან ადამიანის გადარჩენა უნდა უნდადეს მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ეს ადამიანი და როგორია და რას უქადის ეს ადამიანი მას პირადად, ხო? ეს არის მისი ყოფა, ასეთია მისი ყოფა. მაგრამ ეხლა გამოვიდეთ ამ ჩვენს მოცემულობაში, რომ ეს ერთი ჩვენი სწავლებაა ეს ასე ეს პრინციპში უცვალებელია, ანუ დოგმატი არ არის, მაგრამ უცვალებელია, ხო? ეს ჩვენი მდგომარეობა. თუმცა შეიძლება სადღაც ქრისტეს ბუნებასთან იყოს თანაზიარი და სადღაც კი არა არის ქრისტეს ბუნებასთან თანაზიარი და შესაბამისად დოგმატთანაც, ხო? ხო, რა თქმა უნდა. მათ შორის მის უცვალებელობასთან და მათ შორის მის გულმოწყალებასთან და შემწყნარებლობასთან და მისი ღვაწლის საყოველთაობასთან. და ჩვენს მსგავსებასთან მისთან. კი ბატონო. ეხლა ჩვენ აი აქ როგორ უნდა ვიცხოვოთ, ხო? აქ არის უკვე ჩვენ აღარ ვართ კომუნაში, უკვე ჩვენ აღარ ვართ ის პირველი ქრისტიანების ყოფაში, ჩვენ არ ვართ პრინციპში არც იმ მდგომარეობაში, რომ ვიდევნებოდეთ, ასე ღიად და გახსნილად ასე შემდეგ, შესაძლოა ჩვენი რწმენის მიმართ არსებობდეს უამრავი კრიტიკა და უამრავი ასე ვთქვათ მიუღებლობა ცალკეული ჯგუფების თუ ცალკეული ადამიანების მიერ და ასე შემდეგ შეიძლება ჩვენ რეტროგრადულად მიგვიჩნდეს ვინმე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მათ შორის ჩვენ შიგნით გქონდეს უამრავი პრობლემა, ხო? აი მაგალითად ზომბის ამბავი ის მდგომარეობაა, რომ შენში არსებობს ეს რწმენა, მაგრამ ეს რწმენა არ არის ცოცხალი. ანუ ის შენში არ ცოცხალი რწმენა რა არის, რომ გცვლის, რომ განვითარებს, ხო? ანუ ღმერთის შემეცნებაში გზრდის, ხო? ეს არის ცოცხალი რწმენა. თუ შენ უბრალოდ რაღაცა ასე ვთქვათ შაბათის წესს მისდევ აი იმით რომ იმას ვთქვათ შაბათისთვის თუ ხარ შექმნილი, მაშინ ხარ ზომბი. ზუსტად მაშინ ხარ ზომბი, ხო? ანუ როცა შაბათისთვის ხარ შექმნილი და არა ეს შაბათია შენთვის შექმნილი და ეს შაბათიც კი შენ გაზრდისთვის თუ არ არის მოწოდებული, ხო? ხო, აი მე უბრალოდ ვარდის პროტოკოლებს სამყაროს და მგონია რომ ესე არ არის. უყურებ რეალს, რომელსაც ხედავ რომ ყოველ დღე შეიძლება იცვლება უკეთესობისაკენ. ხო, ასე რომ არა, ის არა ქვია. მაგიდების გარეშე არ შეიძლება, ხო? შეიძლება უნდა იყოს ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება თან ეკლესიაში დავდიოდეთ, თან რეალთან ურთიერთობა კონდეს და არ კონდეს მათი გადარჩენის იმედი. ისე როგორც საკუთარი თავის გადარჩენის იმედი, ხო? ეს აუცილებელი მდგომარეობაა, ხო? ანუ აი ეს გადარჩენის, ყველას გადარჩენის იმედი, ეს არის აუცილებელი მდგომარეობა ეკლესიაში სიარულის. ეს არა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა მიამიტური რწმენა კონდეს ამისი, რომ ყველა გადარჩება აუცილებლად, იმიტომ რომ ყველას გადარჩენის, ასე ვთქვათ, გზამა ჩვენი საკუთარ თავზე გადის, ხო? უნდა ეს გადარჩენა ჩვენ ვერ მოვკიდეთ ვერავის ხელს და ვერ წავიყვანთ ვერ მიყვანთ გადარჩენა და ვერ მიყვანთ სხვა ჩვენ თუ არ გვინდა ამის გაკეთება, ხო? შესაბამისად ეს მეორე საკითხია ჩვენი შიდა მდგომარეობა, მაგრამ ამასთან ერთად ეკლესიას აქვს გარკვეული თანამედროვე გამოწვევები, რომელთა მიმართაც ის რაღაც გარკვეული თვალსაზრისით ვალდებულია, რომ მსჯელობდეს, განიხილავდეს მათ შორის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან ასე ვთქვათ საერო საქმის სპეციალისტები. იმიტომ რომ ერში და შესაძლოა არიან ეკლესიის მიღმა, ხო? და შესაძლოა არიან ეკლესიის მიღმა. დიახ, შესაძლოა არიან ეკლესიის მიღმა და ოღონდ იციან როგორია ცხოვრება პირობითად, ანუ ყოფა, როგორია სისტემა პოლიტიკური, როგორია ვთქვათ ის თეორიები, რომ თეორიებიც ძლავრობს, ასე ვთქვათ, სოციუმს იცნობენ კარგად და ასე შემდეგ, ანუ ამ ადამიანებთან ერთად განიხილავდეს დღეს როგორი ყოფაში ვცხოვრობთ, დღეს რა გამოწვევები ადამიანის კონკრეტული ადამიანის წინაშე. იმიტომ რომ ერთი კონკრეტულ ადამიანს დღეს აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევები აქვს, ვიდრე თუნდაც 200 წლის წინ ყოფ ადამიანს, ხო? აბსოლუტურად თუ არა დიდწილად განსხვავებული მოცანები აქვს, იმიტომ რომ აი პირობითად ავიღოთ ახლა ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმ 300 წლის წინ სადღაც მთაში, ასე ვთქვათ, მის ოჯახთან და იმის თემთან ერთად, რომელიც მას გარს აკრავდა და სხვა სამყაროზე წარმოდგენას კი არ ქონდა რა ხდებოდა მის გარშემო, ეს ინფორმაცია არ იკრებდა მასში თავს, არ იცვლებოდა ეს ინფორმაცია და მით უმეტეს ვთქვათ, ასე
სადღაც ნოემბრის დასაწყისში, ოქტომბრის ბოლოს მოთხოვდა და ჩაიკეტებოდა, გაზაფხულამდე იჯდებოდა იქ და შეიძლება მართლაც ამ ეგრეთ წოდებულ ჭრეთელობაში ყოფილიყო, ხო? ანუ სხვა რასაზრუნავი ქონდა ეს იყო მისი თემისა და ამით შემოიფარგლებოდა მისი სამყარო. და გარკვეული თვალსაზრისით ეს იყო მისი ცოდნა, რაც მას ჰქონდა. დღეს უკვე სხვა ყოფაში ვცხოვრობთ. დღეს უკვე პატრიოტიზმის შენარჩუნებაც რთულია უკვე, ხო? ადამიანს აქ თუ არ აწყობს, როგორც ცხოვრობს, სწავლა სადღაც სხვაგან. იმ კაცისთვის ეს ასეთი მარტივი არ იყო, რომ ხა ავიყარი მთელი ჩემი ოჯახიდან, აქ არ მომწონს ეს. დავიყარი ამ თაში და ხა სადღაც სხვაგან წავალ. ესეთი მარტივი ამბავი არ იყო, ესეთი გამოწვევის წინაშე არ იდგა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მოთხოვნების ნაკლები ქონდა სამყაროს მიმართ. და მეტად უბრალოდ ყოფილდებოდა იმით, რაც ქონდა, ვიდრე თქვა დღევანდელი ახალგაზრდა, რომელსაც აქ არ მოსწონს, ეს არ უნდა, რაღაც სხვა უნდა, ეხლა რაღაცა იქ სადღაც დაინახა, რომ უკეთესად ცხოვრობენ ვიღაცები, უკეთესი განათლება დიდოს იქ უნდა წასულა და ასე შემდეგ. ხო და შენ აქ ვერ ამბობ ამას ყველაფერს და მეორეს მხრივ ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ჩვენი სამყოფელის და ჩვენი გადარჩენის ობიექტიც ეს არის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ხო? და ამ ტიპის გამოწვევებში ეკლესიის ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კი არის. ეკლესიის როგორც ინსტიტუციის და ეკლესიის როგორც ერთობის, რომელმაც ეს ერთობა უნდა შეინარჩუნოს. და ამ ერთობას უნდა სულიერად უწინამძღვროს, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია აი ამ თანამედროვეობის გააზრებაში ეკლესიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი როლი შეიძლება რომ შეასრულოს მან იმაში, რომ ჩვენ გადავრჩეთ როგორც ადამიანები, გადავრჩეთ როგორც ოჯახები, გადავრჩეთ როგორც საზოგადოება, გადავრჩეთ როგორც ერი და გადავრჩეთ საბოლოო ჯამში როგორც სახელმწიფო. ამაში აი ეს რატო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეკლესია ჩვენ გვაძლევს ძალიან სერიოზულ საფუძველს, რატო უნდა ვიყვარდეს ერთმანეთი. რატო უნდა უთანაგრძნობდეთ ერთმანეთს. ძალიან არსებობს 1000 ასე ვთქვათ იდეა, თეორია პოლიტიკური და ასე შემდეგ, რომელიც თითქოს და ცდილობს ვთქვათ აი ამ ერთობის შექმნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ძალიან საინტერესო იდეებიც არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს მიზეზი და მიზანი, რომელიც ამ ერთობას ასე ვთქვათ კრავს, ამაზე უკეთესი არც არის არაფერი უთქვამს და ალბათ შეუძლებელია რომ ის თქვას, იმიტომ რომ ის ღმერთის გამოდის. ამ მიზანს ღმერთი აყალიბებს. ამ მიზანს ღმერთი გვაძლევს და შეუძლებელია ვინმე უკეთესი რომ გითხრა. ხო და რასაც გვეუბნებიან, ხო, რაც კი შეიძლება გითხრა. თქვათ რა წარმოდგენე, რასაც აყალიბებენ დღეს, ხო, როგორ უნდა ვიყოთ, რა ურთიერთობა უნდა გქონდეს. დავანებოთ ახლა ქრისტიანულ სულს თავი, მაგრამ აი მორალზე რო ველაპარაკობთ ეთიკაზე ქრისტიან. ამას უერთდება ვერაფერი. თუ კი რაიმე ითქმის, რაიმე კარგი, ის აუცილებლად გულისხმობს თავის თავში რომელიმე, ასე ვთქვათ, ქრისტიანულ პოსტულატს და იმას ეყრდნობა, ხო? იმიტომ რომ მაგას ვერ გაექცევა, მე მგონი, საერთოდ ვერ არის. თუნდაც აი ურწმუნოებთან, არათანამორწმუნოებთან დამოკიდებულებას თუ ვიგულისხმებთ ნებისმიერ რამეს, საზოგადოებრივი მოწყობის წესი ხო ყველაფერი ხო მაინც ამ სწავლებას ეყრდნობა და თუ არ უნდა იმის მიუხედავად. იმიტომ რომ ერთი მომენტია ხო, აი მაგალითად ხშირად რა არის ადამიანებისთვის გაუგებარი, ხო? ის როდესაც მაგალითად ასე ვთქვათ ქადაგება მთაზე არის გაუგებარი. იმიტომ რომ ის გაუგებარი კი არ არის, უფრო სწორედ გარკვეული თვალსაზრისით მიუღებელია. იმდენად იდეალურია, იმდენად მაღალია, რომ ადამიანს არ უნდა ასე ვთქვათ დაუტევოს ეს მისი, ასე ვთქვათ, ეს ვნებანი და იქამდე მივიდეს. და ამით შემოდის ის გაუცხოებაში ამ ყველაფერთან. ანუ ის უარყოფს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ მას წარმოუდგენელოს განუხორციელებელი. ანუ ამის განხორციელება გავსება დავინახე ახლა მაკიაველის. ხო, ანუ ეს არის განუხორციელებელი და ამიტომ უცხოვდება მასთან. ანუ და თან მეორე გამომწვევი ისე ერთი ეს არის რომ აი აქ რასაც ქრისტე გვასწავლის იმდენად ასე ვთქვათ სრულყოფილია
რომ მე როგორ შევძლებ ამის გაკეთებას და აქედან გამომდინარე არ არის ეს ჩემთვის ინტერესი, მე რაღაც პრობლემა ერთი მოდავიკაციო რაღაცა ასე შემდეგ და თან მას წარმოუდგენია რომ ეს აბსოლუტურად შეუსრულებელი და რაც შეუსრულებელი ის რატო ვაკეთო. ერთი მხარე ეს არის და ეს ქმნის სერიოზულ წინაღობას და მეორე არის რომ ამასთან რაც არის აქ მისი თანამედროვე ქადაგებლები მე რო ვუყურებ აი ეს გარედან ხო მესამე პირი ხო თითქოს საერთოდ აცდენილები არიან. ანუ ისინი ასე არ ცხოვრობენ. ანუ ამას ვინც მიქადაგებს დღეს ის ხვალეირად ცხოვრობს და ეს ორი რამე იწვევს ჩემს ადამიანებს გაუცხოებას ამ ყველაფერთან. და ეს სირთულე არის დასაძლები. ეს სირთულე რომელიც ერთის მხრივ თითქოს სწავლებაში ჩდება, ასე ვთქვათ, ანუ ესეთი ვნებით მოცული ადამიანის ცნობიერება ვერ ახიქვამს, ან უჭირს ამის ახმა, ამაზე დათანხმება უჭირს და მეორეს მხრივ აი ეს მდგომარეობა, რომ ვინც ქადაგებელია, ის არის თუ არა ის შემსრულებელი. რამდენად არის თანხმედრაში ეს ყველაფერი, ეს ორი რამე ძალიან რთული გამოწვევა, რომელიც საჭიროებს აი ამ კომუნიკაციას, ხო? ანუ ახალი ტიპის მესიონერობას და ასე შემდეგ, ხო? და არ ფიქრობ, რომ ქადაგებელი, რომელიც არის შემსრულებელი, ის არის უკვე ქადაგებელიც. იმიტომ რომ მან იცის როგორ უნდა შეასრულოს ის ეხლა თანამედროვე ადამიანმა მე იმასაც ვფიქრობ, რომ უნდა შეასრულოს, ხო? ისინი სხვასაც ასწავლის. კი, შეუძლია, მაგრამ მე იმასაც ვფიქრობ, რომ აქ არის ერთი რაღაცა, უნდა დავწიოთ ეს თამასა დაბლა. ხო, მაგას გულისხმობს ზუსტად. იმიტომ რომ არ არსებობს ისეთი ქადაგებელი, რომელიც ამას შეასრულებს ბოლომდე. ხო, არა, ბოლომდე ვერ შეასრულებს, მაგრამ როგორი რამე იცი, ეს ხო არის ეს უნდა ესმოდეს უბრალოდ. ეს ხო არის იდეალი, რაც თაზზე ქადაგებელს ითქვა, ხო? ეს არის იდეალი. ამიტომ ქადაგებელმა რომელმაც იცის რამდენად რთული ამის შესრულება, იცის გულწრფელად თვითონ სადამდე მივიდა, ხო? კი. და ითვალისწინებს იმ სისუსტეებს, რომელიც რა თქმა უნდა, თვითონაც იგივე სისუსტეები აქვს, ხო? იმავე სისუსტეებით იტანჯება თავადაც. ანუ თუ კი ეს ქადაგებელი არის მცოდნე და არის გულწრფელი, ის აუცილებლად შეძლებს, რომ თვითონაც მივიდეს სადღაცამდე, სადამდეც მისვლა შესაძლებელია და სადღაცამდე თქვას, რომ აი ამის მერე ჩვენ შეიძლება ვერც კი წავიდეთ, მაგრამ უბრალოდ სიმდაბლით შევხედოთ ამ ამბავს და მივხვდეთ, რომ ეხა თავიდან ვიმდაბლოთ ღვთის. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ ღმერთი უფრო მეტ ნაბიჯს თავს ჩვენსკენ, მიდრე ჩვენ ვდგავთ ხო, რა თქმა უნდა, ეხა უძღებიშვილის სიგავის სხვა რა არის, ხო? და კიდე ერთი, ანუ იმ ქადაგებელს რაც შეეხება ანტონ სუროჟელს აქვს ესეთი ეპიზოდი, როდესაც ის თამის ამბობს, რომ ესე იგი თაში მიმავალი ადამიანები წინამძღოლად ირჩევენ ისეც, ვინც იქ ნამყოფია. და შესაბამისად თუ ვინმე ნამყოფია, თაში ვერც არ იყვანსო. ამას ამბობს სასულიერო პირებზე, ამ ქადაგებაში. და შესაბამისად თუ ვინმე სამოთხეში ნამყოფი არ იქ არ იყვანო. ხო, გასაგები ალბათ, ხო? კი, როგორ არის? აი, წინამძღვარი, აი ეს ქადაგებელი არის ის ადამიანი, რომელსაც ეს გზა გავლილი აქვს. რომელიც იცის ეს ესე იგი თაში მიმავალი ბილიკები. და დაკარგავს. კი ბატონო, ნამდვილად ასე. ხომ არ გავიხსენოთ რომელიმე ერთი ან ორი ხელისუფალი მაინც ჩვენი, რომელიც ახერხებდა, რომ უკიდურესად კაცრი ხელით ემართა, ან და ისე ემართა, როგორც საჭირო იყო ყოფილიყო ნამდვილი მმართველი და ამავე დროს ახერხებდა იმასაც, რომ პირველი ვინ შეიძლება გაგახსენდეს ალბათ გიორგი ცხინვალია, რომელიც გახსოვთ ალბათ ცივის მთაზე დაბარება თავად ასე ერისთავთა და შემდეგ იქ თითქოს სადარბაზოდ დაბარება, მაგრამ შემდეგ იქ მათი ასე ვთქვათ დასჯა სიკვდილით. თითქოს აი ეს ბორჯიას მაგალითს რო შევადაროთ, შეგვიძლია რაღაცა მსგავსი რამე ვიპოვოთ, ხო? თუმცა ჩვენ სწორედ მაგას ვამბობთ რა, რომ ეს ყველაფერი გააკეთა, თითქოს არასწორია, იმიტომ რომ სიცრუით გაკეთებული საქმეა, ხო? მოდის, იბარებს, რომ მოდით ვითათბიროთ და აქ ჩასაფრებას უწყობს და შემდეგ ასე ვთქვათ ახოცავს უყოლას, ხო? მაგრამ აი მე ეს საკითხი შემოდის. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგებრანი საკითხია.
აბსოლუტურად გასაკეთებს საკეთებს, იმიტომ რომ ის ხედავს, ეს არის მართველი, რომელიც ხედავს რამდენიმე მოცემულობას. ერთი ხედავს იმ გამოწვევებს, რომელიც შიგნით აქვს და შიგნით გამოწვევები არის დაქსაქსულობა, უმართავი ვითარება, უმართავი მდგომარეობა, დანაწევრებული სახელმწიფო, ისინი იქით არიან, ისინი სამთავრობოები თავისას და უმორჩილებლობა გამოცხადებული ეკონომიკურად სახელმწიფო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. არის გარედან დაპყრობილი მონღოლთა პატრონობის ქვეშ არის, იხდის ხარკს, ასე შემდეგ. და გარეთ ამჩნევს იმ, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომელიც იმ მომენტში ყალიბდება, რასაც უყურებს რა ხდება მონღოლთა სახელმწიფოში თვითონ შიგნით. სადაც სუსტდება შიდა დაპირისპირებები მძლავრობს, მათი გავლენები იკლებს, ხელისუფლებაში მოდის მისი, ასე ვთქვათ, მის მიმართ კეთილგანწყობილი ჩობან ნოინი და ის ცდილობს ეს ყველაფერი გამოიყენოს. ის ცდილობს ეს ყველაფერი გამოიყენოს. პირველი, რასაც მათ შორის ეკონომიკურად აკეთებს, არის ის, რომ უთანხმდება იმას, რომ მოდი ხარკს მე ავკრებ. მოგცემ, მაგრამ მე ავკრებ. რომ სამართლიანი ხარკთა კრეფის სისტემა დააწესოს ქვეყანაში. რომ აღკვეთოს ის ძარცველობა, რომელიც თქვათ ხარკთან კრებთ აქვთ იმ მომენტში, ასე ვთქვათ, დანერგილი მთელს ქვეყანაში მონღოლთა, ასე ვთქვათ, დაშვებით, ხო? და ჯერ ამას აკეთებს, ასე ვთქვათ, ჯერ გაანეიტრალებს ისევე, ასე ვთქვათ, ჩობანოინის და მონღოლთა ნებართვით გაყრის, ასე ვთქვათ, ოსეთიდან გადმოსულ მოთარეშეებს, ხო? რომელსაც ჰქონდათ ნებართვა ამაზე და ამას აკეთებდნენ, ასე ვთქვათ. გაყრის მათ, ერისთავებს გაანეიტრალებს, გააერთიანებს, გადადის დასავლეთ საქართველოში, მცირეწლოვან ბაგრატს, ასე ვთქვათ, პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ ულტიმატუმს წაუყენებს, ის დათანხმდება და დათმობს საკუთარ ტახტს და იერთებს დასავლეთს და შემდეგ იგივეს აკეთებს სამცხეში, ხო? და აერთიანებს მოკლედ ხელს ქვეყანას, სარგებლობს რა იმ გარემოებით, რომელიც გარეთ ვითარდება და ყალიბდება და კი უწევს ძალიან მძიმე ნაბიჯებზე წასვლა. და ეს მძიმე ნაბიჯები უკვე ვთქვით. და ასეთი შეიძლება დავით აღმაშენებელი ჩახსენოთ, ხო? იგივე. და ეს მძიმე ნაბიჯების დაკმაყოფილება კი არ არის, არამედ ის აუცილებელი თუ ესია, რა თქმა უნდა, ის აუცილებელი. სახელმწიფო პერსპექტივიდან ეს არის აბსოლუტურად გასაგები საქმე. რასაც ის აკეთებს, ეს არის აბსოლუტურად გასაგები საქმე. მეორეა შეგვიძლია ვიზმიჩელოთ იმაზე, ქრისტიანულად ეს სწორი იყო თუ არა და ალბათ შეიძლება ვთქვათ ცალსახად და ეს ფინომენოც არასწორი, ადამიანის მოქმედება არასწორი. არ აქვს ამის გამართლება, ითით შეიძლება შენ თქვა, რომ აი, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ მაცხოვარი გვეუბნება, პეტრეს ეუბნება, არ დამიცვა, მახვილი სამღებელი, მახვილი თვე დაისაჯოს. ხო? ანუ აქ ის დგება. შესაბამისად, გიორგის წინაშე დგას აი სწორედ ეს მდგომარეობა. ანუ ან მან უარი უნდა თქვას მეფობაზე და დარჩება ქვეყანაში ის რაც ხდება, თუ მას უნდა რომ აი ამ სიწმინით იცხოვოს, ან უარი უნდა თქვას ამის ამ ასე ვთქვათ ამ ჯვარის საკუთარ თავზე თვითისგან თვითთვაზე ხო თვითთვაზე უნდა გაითავისუფლოს ამისგან და ამ უნდა აკეთოს ეს ყველაფერი და თუ კი დაიწყო ამის კეთება მაშინ აი ის რაღაცა ვთქვათ ამ შემთხვევაში აი საყოველთაო სიკეთე რომლისთვისაც ის ამას ყველაფერს აკეთებს აი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ну დაუწეხოთ ამას განმარტება მაკიაველისთან დაკავშირებით ის ამბობსო თავართან დაკავშირებით რომ საყოველთაო სიკეთისთვის მან საკუთარი სული უნდა გაწიოსო ის უნდა წავიდეს იმაზე რომ ესმის რომ ეს ყველაფერი არასწორია ესმის რომ ეს წარწმედის გზა არის მაგრამ ის ნებოყოფლობით მიდის ამ წარწმედის გზისკენ იმიტომ რომ აი ეს სიკეთე აღასრულოს რომელიც აქეთ პინაზე დევს გამოდის რომ მაკიაველს უცოდნოდა ჩვენი ისტორია და გიორგი წინვალის ამბები ალბათ მოიყვანეთ ალბათ მოსეს გვერდით დააყენებთ და მას ხო შეიძლება ძალიან საინტერესოა გიორგი მეგონი ძალიან საინტერესო იყო რაც შეგველაპარაკეთ ჩვენ როდესაც მე ამ გადაცემებს ვიწყებდი მაშინ შევბირდი მაყურებელს და დავარღვია ხა ეს ასე ვთქვათ პირობა
რომ ჩვენ თქვენს წინაშე წარმოვიდგენთ მხოლოდ ადამიანებს, ვინც ნაკლებად ჩანან ამ სივრცეში, მაგრამ ისეთი დიდი იყო ცდულება შენი მოწვევის, იმიტომ რომ შენ ერთი მხრივ პოლიტოლოგი ხარ და მეორე მხრივ რაღაც ეს თეოლოგიური განათლება გაქვს, რომ პირდაპირ ამაზე ვარი ვერ თქვი და ალბათ კლავაც ასე ვთქვათ თუ თანახმა იქნები კიდევ და ძალიან დიდი მადლობა. მართლა საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მე მგონი საინტერესო თანამედროვე კონტექსტშიც ძალიან კარგად ძანდებოდეთ. მადლობა. მადლობა.